მოგესალმებით ახალი სეგმენტით ჩვენს არხზე, სადაც მოვახდეთ მაღალი დონის ბრძოლების ბრეიქდაუნებს და ამ შემთხვევაში გვექნება UFC 320-ის Common Event-ის ბრეიქდაუნი, სადაც შეხვდებიან მერაბ დვალიშვილი და კორი სენდჰეიგენი ტიტულზე. ეს გაახლავთ მერაბის უკვე მეოთხე სადიტულო ბრძოლა, მესამე ტიტულის დაცვა, რაც რეალურად აქამდე მე მგონი რეკორდიც არის, 3 ტიტულის დაცვა აქვს ალჯემეინ სტერლინგს, როგორც ვიცი და მერაბი უკვე ამითი გაუთანაბრდება მას, თუმცა ხარისხობრივადაც შეგვიძლია შევაფასოთ, რომ მერაბი ალბათ ყველაზე ხარისხობრივი საჩემპიონო გზა ჰქონდა არა მარტო bantamweight-ის ისტორიაში, არამედ ჩემი აზრით UFC-ის ისტორიაშიც. მასზე მეტი ყოფილი ჩემპიონი არავის არ ყავს დამარცხებული და იმ გზელი გზიდან განული გზიდან გამომდინარე, რომელიც მან გაიარა ტიტულის მოსაპოვებლად, დღესდღეობით ყველაზე ძლიერ რეზუმე აქვს. თუმცა მას დღეს ყავს უკვე ახალი ოპონენტი, საკმაოდ საინტერესო ოპონენტი, რომელიც ალბათ არის ბოლო მაღალი დონის ადამიანი, რომელიც დარჩა რომელთაც მერაბ შეუძლია რომ ბრძოლა გამართოს და არ იყოს ეს რიმატჩი. ეს გახავთ კორი სენდჰეიგენი და კორი სენდჰეიგენი თავისი კუთხით წარმოადგენს საკმაოდ ბევრ, ასე ვთქვათ, საშიშროებას, პოტენციურს, რომელიც შესთავაზოს ბრძოლაში მერაბს და ჩვენ დეტალურად ჩავალთ სხვა მასოთ მომენტებში და გავეხილავთ რა არის მერაბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო და ასევე შესაბამისად რა იქნება კორი სენდჰეიგენისთვის გზა რომ პოტენციურად რაღაც შედეგი დადოს მერაბის წინააღმდეგ. მოდი დავიწყოთ კორი სენდჰეიგენის მიმოხილვით, მერაბის ოპონენტის მიმოხილვით, როგორც მოგახსენეთ, ის წარმოადგენს, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ახალ საფრთხეს მერაბისთვის. კორი სენდჰეიგენი არის საკმაოდ, ესე ვთქვათ, მრავალფეროვანი მებრძოლი, მას ყველა დისციპლინაში აქვს მაღალი დონის უნარები, საკმაოდ საშიშია მდგომში, ესე ზედაპირულად რო ვთქვათ, საკმაოდ საშიში არის გრაპლინგში და საკმაოდ კარგი ჭიდაობა აქვს იმ კუთხით, რომ ან დაცვით კუთხით განსაკუთრებით გრაპლინგს და ჭიდაობას საკმაოდ კარგად აერთებს ერთმანეთში, რაც განასხვავებს მას ისეთი მებრძოლებისგან, როგორც არის პირობითად შონომალი, რომელიც მერაბის ბოლო 3 ბრძოლიდან ორჯერ იყო მეტოქე. იმის მიუხედავად, რომ ფეხზე მე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით ხელებით შონ ომალი უფრო საშიში არის, მთლიანობაში აი ესე ფურცელზე რო შევხედოთ, კორი სენდჰეიგენი უფრო მეც საშიშროებებს წარმოადგენს. ნებისმიერ მებრძოლის აქ მერაბზე არ არის მარტო საუბარი, ნებისმიერ მებრძოლისთვის, რადგან მას შეუძლია რომ ფეხზე საკმაოდ ეს თქვა სენსაციური ნოკაუტებით დაასრულოს ბრძოლა, როგორც დაუსრულებია არაერთხელ და მათ შორის ფრინავი მუხლით, რაც საკმაოდ საშიში არის მოჭიდავეებისთვის და საშიშროებას წარმოადგენს და ასევე საკმაოდ რთულია მიწაზე გასაკონტროლებლად და დიდ საფრთხეს წარმოადგენს არაკონვენციურ ასე ვთქვათ პოზიციებში ჯიუ-ჯიტსუში. მაგალითად, ეს ვიხილეთ ბოლო ბრძოლაში, რომელიც მას ჰქონდა ფიგურედოს წინააღმდეგ, სადაც საკმაოდ ძიმე ტრავმა მიაყენა ფეხზე ფიგურედოს, ეგრეთ წოდებული აშიგარამის პოზიციაში, რომელიც ჯიუ-ჯიტსუში არის ფეხები, გადაბლანდულ ფეხებს ეძახიან, სადაც ფეხებზე შეტევა ხდება და ეს არის ახალი რაღაც, ასე ვთქვათ, ნიუანსი, რაც დაამატა თავის უნარებს კორი სენდჰეიგენმა, როგორც ვიცი, რაიან ჰოლთანაც მუშაობდა ლეგლოკების კუთხით და ეგ შესაძლოა ზოგადად საფრთხილო იყოს მერაბისთვის, რადგან ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, სტატიკურ პოზიციებში იმის შანსი, რომ მერაბი ტრადიციული სტილის სამიშენებით რომ ასე ვთქვათ, დააფინიშოს და მოუგოს არის საკმაოდ დაბალი, როგორც არის მაგალითად არმბარი, სამკუთხედი, თუმცა ეგრეთ წოდებული ლეგლოკები, ანუ ფეხის მტკივნეული ლეთები შედარებით უფრო მეტ ნიუანსს მატებს საშიშროებას და გასათვალისწინებელია იქიდან გამომდინარე, რომ აქ პოზიციებში დრო არის გასატარებელი და მე იმედი მაქვს, რომ ეგ პოზიციებიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ეტაპზე აქვთ შესწავლილი მერაბს და მერაბის კემპს და მაგას მივაქცევთ ყურადღებას,
რაც ასე ვთქვათ კორი სენთეიგენისთვის შესაძლოა ერთ-ერთი კარგი შემტევითი პოზიცია აღმოჩნდეს ბრძოლის დასასრულებლად ბუნებრივია და ასევე ფეხზე წამოსადგომად ან პოტენციურად მერაბის გადატრიალებისთვის და ზურგზე დასმისთვის. თუმცა როგორც ვიცით, მერაბს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეგრეთ წოდებული scrambling უნარები, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც იბრძოლოს პოზიციისთვის და ან ზევიდან ამოშთეს ან ფეხზე წამოდგეს და ძალიან გაუჭირდება კორისდან ნებისმიერ ოპონენტს, რომ ის გააკონტროლოს და გააჩეროს მიწაზე ან თუნდაც take down, ანუ ეგრეთ წოდებულად უკანა საპასუხოდ არ მიიღოს sweep-ი და არ მოხდეს თვითონ ზურგზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, კორი სენთეიგენი გახლავთ ასევე ადამიანი, მინდა სვათ გული დაგწყვიტოთ, ვინც ამბზოლას ელოდებით, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც როდესაც ძალიან მაღალ დონეზე იბრძვის, ის აგებს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის იმის მიზეზი, რომ მოვდუნდეთ, ჩვენ ისეაც არ წვდათ არაფერს, მაგრამ მერაბის კემპისთვის არ უნდა იყოს მიზეზი, რომ მოდუნდენ, იმიტომ რომ საშიში ოპონენტია, მაგრამ როდესაც ყველა, ასე ვთქვათ, თუ შევხედათ ყველა მის ტოპ level ოპონენტს, ის იქნება უმარი თუ პიოტერ იანი, კორი სენთეიგენს აქვს ახლო ბრძოლები, მაგრამ ძირითადად მაინც ვერ ახერხებს გამარჯვებას. კორი სენთეიგენის ალბათ ყველაზე, ასე ვთქვათ, რეალური სცენარი გაიმარჯვოს არის, რომ სადმე ასე ვთქვათ, გადასვლის დროს დაიჭიროს მერაბი, ანუ ეგრეთ წოდებული transition-ში, ეს იქნება რაღაც submission-ით, პირობითად გილეტინა იქნება რამეს გავსი, თუ დარტყმით, როდესაც მერაბი შედის, ან რამე ვთქვათ, განცალკავება ხდება რამეს გავსი, და ეგეთი უნარები აქვს კორის, მაგრამ მაგაზე დღევანდელ MMA-ში დამოკიდებულება არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, არარეალისტური და ვერ იქნება ვერასოდეს თავარი გეგმა. კორიმ აჩვენა, რომ მას აქვს საკმაოდ მაღალი უნარები ჭიდაობის კუთხით, რომ ვთქვათ, გრემბი როლებს აკეთებს და კარგად იცავდა თავს და უმარი ვერანაირად ვერ ახერხებდა პირობითად მის მიწაზე კარგად გაკონტროლებას და ზურგის აღებას და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე შეგვიძლია შევხედოთ იმ ფაქტორს, რომ იმის მიუხედავად, რომ კორის სენთეიგენი ამტკიცებს, რომ მერაბთან ის არ დაიღლება, ის უმართან დაიღალა. უმარი მაგალითად კორი სენთეიგენთან არ დაიღალა, მაგრამ როგორც დაიღალა მერაბთან. მინდა ამ ფაქტორს ცოტა შევეხო. არ დაღლა და კარდიო არ არის, ესე ვთქვათ, ესეთი მარტივი კონცეფტი. ეს არის, რომ ორი ადამიანი ეჯიბრება მაგალითად სპრინტში და ან ვთქვათ, მარათონში პირობითად და რაღაც დისტანციაზე მე არ დავიღლები და შენ დაიღლები. დაღლას წვიტავს ხშირ შემთხვევაში ბრძოლი, ან ასე ვთქვათ, ბრძოლის ტემპი და ასევე ოპონენტი ვისთანაც გიწევს, რომ ეს ტემპი გაიზიარო. ამაში რას გულისხმობ? როდესაც უმარი შეხვდა ისეთ ფიზიკურ მებრძოლს და მაღალი, ასე ვთქვათ, კარდიოს მქონე, მაღალი დონის კარდიოს მქონე მებრძოლს, როგორც არის მერაბი, ის დაიღალა, რადგან უწევდა ჭიდაობა მერაბთან. როდესაც უწევდა იგივე ტემპით, ან ვთქვათ, დიდი ინტენსივობით ყოველ შემთხვევაში ჭიდაობა კორი სენთეიგენთან, ის არ დაიღალა. შესაბამისად, კორი სენთეიგენს, როდესაც მოუწევს ისეთ ფიზიკური და ტექნიკური უნარების მქონე მებრძოლთან ჭიდაობა და ბრძოლა და მაგ ზეწოლის გაძლება, როგორიცაც წარმოადგენს მერაბი, დიდი შანსი არის, რომ ის ზუსტადაც რომ დაიღალოს და დაღლა, ვთქვათ, ესე შესაძლოა არ გამოიკვეთოს, რომ მას უბრალოდ ბრძოლა აღარ შეუძლია, მაგრამ ის მის უნარებს საკმაოდ შეამცირებს და შესაბამისად სტრაიკინგის საშიშროება საკმაოდ დაბალ დონეზე დაიყვანს უკვე შემდეგ რაუნდებში. ხშირად სვავენ კითხვას, რომ პირობითად თუ ყველა იღლება, რატო არ იღლება მერაბი. მერაბი რატო არ იღლება, ესე ზუსტი პასუხი მე არ მაქვს, მაგრამ ასე ვთქვათ, თავის პასუხსაც თუ დაუჯერებთ და რაღაც დონეზე ჩემ ანალიზსაც თუ დაუჯერებთ, ეს იქიდან გამომდინარე არის, რომ მას ერთი, გენეტიკურად აქვს ბუნებრივია რაღაც პლუსები, მეორე, რა თქმა უნდა, ძალიან შრომელი ადამიანია და ეს, ვთქვათ, მის შრომიდან გამომდინარეც არის, თუმცა ბრძოლაში ასევე
პოზიციებს არასოდეს არ აძალებს და ზედმეტ ენერგიას არასოდეს არ ხარჯავს გარკვეულ პოზიციებში, სადაც შეიძლება რომ დიდი ენერგია დახარჯოს. გადაყავს ადამიანი, თქვა თუ ის დგება უშვებს და ძალიან არის წინააღმდეგება, რაც ძალიან დამღლელია მაგალითად ოპონენტისთვის რომ გადაგიყვანენ, უნდა ადგე ისევ, გადაგიყვანენ ისევ უნდა ადგე. ეს ჩვეულებრივად როცადოთ რომ უბრალოდ დაждეთ მიწაზე და მე ადგეთ და დაждეთ და ადგეთ, ეგ არის დამღლელი და წარმოიდგინეთ, როდესაც ვიღაცა თავის წონას გატარებინებს. ხო ეს ტექნიკური უნარებიდანაც გამომდინარე არის. მაგალითად იგივე გაუგეთა ხამზატმა დუპლესის. ძირითადად წონას ატარებინებდა. დროსაც დგებოდა ძირითადად წინააღმდეგ აყვებოდა, მე ახლიდან გადაყავდა და ეს ძალიან დამღლელი არის ოპონენტებისთვის. და ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რაზეც კიდევ საუბრობდით, არის ის, რომ მაგალითად გავს კარგი კარდიო, მაგრამ ხელში დაგაჭერინე ის წონა, რომლის აწევაც ძალიან გიჭირს. რამოდენიმე ჯერ აწევის შემდეგ დაიღლები, ან თუნდაც ერთი აწევის შემდეგ აღარ შეგეძლება რომ აწიო. რატომ? იმიტომ რომ ის წონა შენთვის მძიმე არის. როდესაც ფიზიკურად შენზე ძლიერ მეტოქესთან გიწევს ზოლა და ისეთ მეტოქესთან, რომელსაც შეუძლია თავისი წონა და პოზიციები ისე გადაანაწილოს, რომ შენზე მაქსიმუმი ზეწოლა მოხდეს, მიწაზე იქნება თუ ეს ფეხზე მოხდება, ეს ძალიან დამღლელია მებრძოლებისთვის და ეს ყველა ძალიან გამოიკვეთა ჩემი აზრით უმართან ბრძოლაში, თუმცა ასევე შონ ომალისთან მეორე ბრძოლაში. თუ დაუკვირდებით, მერაბს გულისხმობ ბუნებრივია, თუ დაუკვირდებით შონ ომალი პირველ ბრძოლაში მერაბთან იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დომინანტურად წააგო, არ დაღდილა და ბოლოში მომენტიც კი ქონდა მეხუთე რაუნდში, სადაც შეუტია მერაბს და გარკვეული ზიანიც მიაყენა ფეხით ტანში. მეორე ბრძოლაში უკვე მესამე რაუნდში მზად იყო, რომ სახში წასულიყო შონ ომალი და პრაქტიკულად კი საბმიშენი მოხდა. მერაბმა დაასრულა ის ბრძოლა, მაგრამ მეტნაკლებად მენტალურადაც უკვე შონ ომალი მიცოდა, რომ ვერ გაიმარჯვება. და რატო? როდესაც მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შონ ომალი უკეთეს ფორმაში იყო მეორე ბრძოლაში. მერაბ დვალიშვილი უკეთეს შონ ომალის ებრძოლა მეორე ბრძოლაში. მაგრამ შონ ომალი ბეროთ უფრო მარტივად გატყდა, დაიღალა და დაფინიშნა. რატო? იმიტომ რომ ერთის მხრივ კი მერაბი ვითარდება, ბუნებრივია სტრაიკინგსაც თუ შეხედავთ, ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვს თუნდაც მაგბრძოლიდანაც და უმარის ბრძოლიდანაც. მაგრამ ასევე იქიდან არის ეს ყველაფერი გამომდინარე, რომ რადგან შონ ომალი მივიდა უფრო მომზადებულად, თავიდან პირველ ორ რაუნდში უფრო მეტი კონკურენცია გაუწია მერაბს ვიდრე პირველი ბრძოლის პირველ ორ რაუნდში, რამაც დიდი ენერგია მოითხოვა და უკვე მისი დაღლა გამოიწვია უკვე მესამე რაუნდში. თუ შეხედავთ პირველ ბრძოლას, როდესაც ხარ ზურგზე და ადვილად ვიღაცას გადაყავ და ვერ დგები და ოპონენტიც თქვა ასე ვთქვათ, ძალიან დიდ საშიშროებას არ გიქმნის, ძირითადად არ დაიღლები. იღლები, როდესაც გაქვს დიდი ზეწოლა, ფეხზე იქნება ეს თუ მიწაზე. როდესაც ადამიანი საშიშროებებს გიქმნის და როდესაც უნდა გადაურჩე ამ საშიშროებებს შენი უნარებით. როდესაც ასევე ცდილობ, რომ მისი საშიშროება შენი საპასუხო შეტევებით ჩაახშო. აი მაგაში იხარჯება ის ენერგია და ეგ არის ზუსტად მებრძოლებისთვის დამღლელი. მოდით ახლა შევეხოთ მერაბის უნარებს. მერაბის ზოგადი უნარები, ვინც ახლა ჩახედულია სპორტში დაახლოებით ყველა ვიცით, რომ არის უძლიერესი მოჭიდავი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეწოლის მიყენების უნარი აქვს, რადგან აქვს ამის კარდიო და ტექნიკური შესაძლებლობები, თუმცა ბოლო პერიოდში რაც ახალ კემპშია და ჯონ ვუდთან საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, სინერგია აღმოაჩნდა მას, მისი დგომი შემიძლია ვთქვა საკმაოდ თავდაჯერებულად რომ ვითარდება და ეს არის რაღაც ფუჭი სიტყვები და მისი ჯიურიც ვითარდება და ასევე მენტალიტეტი იმის მიმართ რომ ეძებენ ბრძოლის დასასრულს, ეძებენ ფინიშს და ცდილობენ რომ ან თქვა საბმიშენით მოუგონ თავის ოპონენტს, ან პირობითად თუ მოვა ნოკაუტითაც. ჩვენ წლებია საუბრობდით რომ ეს ასე ვთქვათ უნარი ყოველთვის იყო მერაბისთვის, რომელიც შეეძლო რომ მოეპოვებინა, ასე ვქვია, საბმიშენის უნარი, ბრძოლის ან მახშობელ ან მტკივნეულით დასრულების უნარი, იმიტომ რომ მაღალი დონის გრაპლერი არის და ბოლო ბრძოლებში, გარკვეულ ბრძოლებში ალბათ ეგ აკლდა.
და რაც ასევე მის მარკეტინგულად საკმაოდ დაეხმარება. თუ დააკვირდებით მერაბის ბოლო ინტერვიუს, ის ასევე საუბრობს, რომ აპირებს ძირითადად მდგომში ბრძოლას კორი სენთჰეიგენთან, რაც სავარაუდოდ მთლიანობაში ესე არ იქნება და კიკბოქსინგის სტილის ბრძოლას არ ვიხილავთ და მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ესე არ იქნება. თუმცა მერაბმა როგორც ვისაუბრეთ, გამოავლინა ბოლო ბრძოლაში ომალის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი აზრით უფრო საშიში არის ვიდრე კორი სენთჰეიგენი, სულთა ხელების კუთხით უკეთესი ბოქსი აქვს. მან გამოავლინა უნარი მერაბმა, რომ შეუძლია ეგეთი დონის მებრძოლთანაც საკმაოდ საშიში იყოს თავისი ბოქსით და პირველი ასე ვთქვათ მიწაზე გადასვლა მოხდა დარტყმის მეშვეობით და არა თეიქდაუნის მეშვეობით, სადაც მერაბმა ომალის მიაყენა საკმაოდ ძიმე დარტყმა, რის შედეგადაც აღმოჩნდნენ მიწაზე. თუმცა გასათვალისწინებელი არის, რომ ეს ხშირ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე არის, რომ როდესაც სტრაიკერი უფრო შედარებით სტრაიკერი ხდება უფრო სტილით მოჭიდავეს, მას ფიქრი უწევს ჭიდაობის ასპექტზე და იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოჭიდავა შემოვიდეს ფეხში ან ტანში და შეძლოს შენი გადაყვანა, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ეს გზას უხსნის უფრო სტილით მოჭიდავეს ამ შემთხვევაში მერაბს, რომ დარტყმები მიაყენოს თავში და ამით ზიანი ან პოტენციურად ნოკაუტშიც კი ჩააგდოს თავისი ოპონენტი. ასე რომ კორი სენთჰეიგენსაც ექნება ეგ საშიშროებები და მერაბი ჩემი აზრით კარგად მოახდენს სტრაიკინგის და ჭიდაობის გადამვას, როგორც ყოველთვის ამას ახერხებდა ოპონენტების წინააღმდეგ. რაც შეეხება პროგნოზს, ანუ მე სულ ამერიკელი ვიყო და კორი სენთჰეიგენისკენ ვიყო, ანუ რთული იქნება ობიექტურად მისი არჩევა ამ ასე ვთქვათ პროგნოზში. ბუნებრივია, ჩემი განსახედიდან მით უმეტეს ვთვლი, რომ მერაბი მოიგებს და სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ფავორიტიც ფურცელზე მერაბი არის, სტილისტურადაც მერაბს კარგი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს. საკმაოდ დიდი ანომალია იქნებოდა ზოგადად UFC-ს ტაიმლაინში, რომ დღეს კორი სენთჰეიგენი გახდეს, ну დღეს არა, როცა იქნება ბრძოლა, გახდეს ჩემპიონი, რადგან მას ტოპ 5-ში საკმაოდ ბევრ ადამიანთან აქვს წაგებული, ვისაც მერაბთან აქვს წაგებული და მას ცოტათი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს როგორც ჩემპიონს, ასე რომ ალბათ ისტორიული სამართალი იქნება, რომ მერაბმა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და რიგით უკვე მესამე სატიტულო დაცვა ქონდეს მას.